დედი. რა? ანა მარია მასწავლიდა ლექს. მე? მე მითხრა რომ მე შენი ნევრები არ ამაქო. რა არ მაქვსო? ნევრებიო. რატო? იმიტომ ერთ კიდე გავიზარდა რომ მაგის სწავლა აღარ დამჭირდეს. ხუთისის ბავშვს ესე უნდა უთხრას. ხა დედი. არა უშავს. არა დედი. კიდე რაღაც მითხრა. ცოტა. რა ნამგალასავით დაფრიხა ჩიტივით ზეთაშიო. აი ესე მითხრა. არა მაგისნაირი ბეხურა უნდა ვიყო. ეგ ხაბუა ჩიტი დედი. ესეთია ჩემი სიტუაცია. აბარაგაგო. შვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით საქათმიდან. როგორ ახართ აბა ჩემო გულის წამლებო? რა ვიცი აბა თქვენთან როგორ არის სიტუაცია, ჩემი სიტუაცია. ეს ჯერ არ მივდივარ ბაღში, ქადებს ხო უნდა ვაჭამო, ჩაბუჟბუჟებული პური. მე უნდა წავიდე დედი ბაღში. ხუნა ვაჭამო, დილი უნდა ვაჭამო ჩემ ქადმებს. რო კვერცხები დამინდო, უიმე, ხა უნდა ვაჭამო. ციო, მიდი შეჭამეთ რომ კვერცხები კიდე დამინდოთ, სუქანები. ციო, შეჭამეთ, მიდი შეჭამეთ. ციო. ჩაბუჟბუჟებული ხო გიყვართ? დანაჩეს მე კიდე ვაჭამევ. ხო იცი, მე კიდე მივუყრი, დანაჩეს კიდე ვაჭამევ. და ესეთია ჩემი სიტუაცია. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ. აბა წარმატებული დღე. თქვენი ბეკე ყოება, შიდობიან დღე. ყველამ შენგან ძალიან მიყვარხართ. ერთი და გული გაკეთო, ძალიან მიყვარხართ. დიდი გული და პატარა გული. გემრიელია. დიდი, ნახება როგორ ხაჭო წავისვი. ვიწამისვა ბაბომ წამისვა დედიო. ცოტა კარაკივისავით კი მისვია. კარაკივით. ბაბომ წამისვა და ეხლა ოჭამ მე მივერთმევ. გემრიელია. დედი. მე რო ბახიდა მომყავი ის ამბავი უნდა გითხრა. მიდი აბა მიდი. რომ მოდიოდი ბახიდა ვიღაც კაცმა მითხრა რა ფესვები ქართული გაქო მე გიოთხარი ქართული ფესვები კი არა კახელი ფესვები მაგდა კახელი სიცხლის მიდუდუნებს მეთქი გაიგე ასე ვთხარი ხო მოგესმა როგორ ვთხარი კახური სიცხლის მიდუდუნებს მეთქი მიდი ჭამე ჩეოთავ არ დატუსტე მიდი ჭამე ჩემოთავ არ დატუსტე მიდი ემდენა ხამერთმა შემარკოს ესეთია ჩემი სიტუაცია დედი ხამერთმა შემარკოს ვაიმე